Deep State-ის გეგმა და ყალბი ბრძოლა არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობასთან ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. Სამწუხაროდ მალევე ცხადი გახდა, რომ საქმე გვაქვს არა Deep State-ის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლასთან, არამედ ოლიგარქიული ოჯახების მიერ დადგმულ სპექტაკლთან და ასე გამალებით ცდილობენ საკუთარი ცოდვების ჩამორეცხვას. უხეშად რომ ვთქვათ, აყრავლებული თემების გვერდზე გაწევას და რებრენდინგს. სწორედ არაფორმალური ოლიგარქების შემოგდებული თემაა ბოლო პერიოდში წამოწყებული ტერმინები ევროპული და ამერიკული Deep State თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ძალა მარცხდება, ხოლო ევროპაში ძალებს იკრებს. ეს ყველაფერი წყვილია, არანაირი ევროპული და ამერიკული ოლიგარქები არ არსებობენ. ჩემი ერხსენებული 10-15 ოჯახი ასეულობით წლებია ერთად მოდიან, ერთად მოქმედებენ, უბრალოდ ახლა რებრენდინგის გეგმას საწყობს ფორმალური გაყოფა, რომ როგორმე ამერიკას ყურადღება მოაშორონ და სიმძიმის ცენტრი ევროპაზე გადმოიტანონ. სამწუხაროდ ბორიას ჯიბის მოაზროვნე არ აზუსტებს რომელ ოჯახებს გულისხმობს. მხოლოდ ირიბად მიგვანიშნებს რაღაც საუკუნეებს და საუკუნეების გადაღმა ვინიყვნენ. როკფელერები, მორგანები, ფორდები, კრუპები, თუ ეგენი ამოიღო მიზანში ახლა ბორია რუსმა. ან იქნებ ვინმე უფრო ადრე, ახლა დავიჯერო მედიჩებს და ბორჯიებს უტევს. მაგისას რას გაიგებ ან რას გაიკვირებ, მაგრამ ბატონის ზაზას კალმით ბატონმა ბორისმა კიდევ ერთი მინიშნება მოგვცა, რომელიც ეჭვმიტადილთა წრეს საკმაოდ ავიწროებს. ერთ ეროვნებამდე, ერთ დაუსახელებელ ეროვნებამდე. და აქვე ბარემ სასხათაშორისო შევნიშნა, რომ ეს ოპუსი ჰანუკას დღესასწაულზე გამოქვეყნა. ყურადღებით მოусმინეთ. უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებში იქამდე მონაწილე კუშნერსა და უიტკოპს მათივე ეროვნების გავლენიანი პირი, ოლიგარქების ერთ-ერთი მთავარი კორპორაციის BlackRock-ის მმართველი ლარი ფინგი შეუერთა. ანუ რა გამოდის? არაფორმალური მმართველობის უშუალო წარმომადგენელი, რომელსაც ბევრად უფრო დიდი გავლენები აქვს ვიდრე თავად ამერიკის პრეზიდენტს, პირადად ხელმძღვანელობს ევროპის კონტინენტზე ვითარების გადავლაგების პროცესს. ამიტომ მინდა მიმართო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელ Deep State-ს არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას ვის გამოუცხადა ბრძოლა. გაიგეთ, მათივე ეროვნების გავლენიანი პირი BlackRock-ი, ვინც ჩემზე უფრო შორს ხართ ამ სფეროდან საინვესტიციო კომპანია, ძალიან დიდი. კუშნერისა და უიტკოპის ეროვნება კი ალბათ მეტმა იცით. თუ არ იცით, მიხვდებით. იმ ეროვნებაზეა საუბარი, რომელსაც მაგალითად რუსულ პოლიტიკურ კულტურაში ყოველთვის ყველაზე მეტად ერჩიან. ყველა რეჟიმის დროს, სხვა რეჟიმების დროს სხვაგანაც.